მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. დღეს მოვედი ესეთი საჯარო გაშლით, რა არის ის მწარე სიმართლე, რაც თქვენ უნდა იცოდეთ თქვენს პარტნიორზე. ეს არ იქნება ძალიან დიდი გაშლა, დღეს იქნება ძალიან მკაცრი და კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა იცოდეთ, რა სიმართლე უნდა იცოდეთ ამ ადამიანის შესახებ, რაც მოსვენებას არ გაძლევდა რამდენი ხანი, ხო? ნახოთ, რა არის ის მწარე სიმართლე, რაც უნდა იცოდეთ ამ ადამიანის შესახებ. მწარე სიმართლე არის ის, რომ ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ თქვენი ცხოვრებიდან საბოლოოდ წავიდეს და სხვა მიმართულებით სვლა აქვს არჩეული ჩემო ძვირფასებო ამ მომენტში ამ ადამიანს. თქვენი ცხოვრებიდან ეს ადამიანი წასულია და ეს ყველაფერი მისთვის არის ამ ეტაპზე საბოლოოდ გადაწყვეტილი. მას ჩემო ძვირფასებო არ სურს ისევ დაბრუნება ამ ურთიერთობაში, რადგან მისთვის ძალიან მტკივნეული პერიოდი იყო თქვენთან რაღაც სახის ის ქონდა, იცით, რომ პერიოდი იყო, როცა მას ძალიან ეტკინა გული რაღაც საკითხში, ხვდებით და ამ ადამიანმა აირჩია, რომ ამ ურთიერთობიდან აუცილებლად უნდა წასულიყო და ეს გააკეთა სრულიად გააზრებულად. ეს არ ყოფილა ჩემო ძვირფასებო ერთი დღის გადაწყვეტილება. მან ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო. ის დიდხანს აანალიზებდა ჩემო ძვირფასებო, რა იყო მისთვის უკეთესი ამ ვითარებაში და ის მიხვდა, რომ ეს ურთიერთობა რაღაც დოზით აღარ აკმაყოფილებდა და უკვე უნდა დაეტოვებინა და წასულიყო სხვა მიმართულებით. ამ ადამიანმა შესაძლოა არც გაგაფრთხილად ისე წავიდა თქვენი ცხოვრებიდან და იცოდეთ, რომ ამ ადამიანს ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ აქვს მიღებული. ამას ძალიან დიდხანს ითმენდა, ძალიან დიდხანს აკავებდა საკუთარ თავს ამ ურთიერთობაში, რომ რაღაცნაირად მაინც იყო რაღაცები, რაც ბოლომდე არ ეთმობოდა, მაგრამ მან ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. ამ ნაბიჯით, ჩემო ძვირფასებო, მან ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა და დიდხანს ქონდა ფიქრი და ანალიზი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არ გავს ერთ დღეში მიღებულ გადაწყვეტილებას რა მისი მხრიდან. მას შეიძლება ჰქონდა ურთიერთობის შიშები, ძველი ტრაუმები, ბავშვობის რაღაცა პატერნები მოქმედებდა მასში ჯერ კიდევ ურთიერთობის კუთხით, რაც არ აძლევდა ურთიერთობაში განვითარების საშუალებას, ურთიერთობას. ამიტომ მან აირჩია ჩემო ძვირფასებო, რომ ეს ყველაფერი უნდა დაესრულებინა. შესაძლოა მასზე ამ დასრულებაზე იმოქმედა ასევე ძველმა გამოცდილებამ. არ გამოვრიცხავ აქ ამ ადამიანს, ამ მამაკაცს ყავდა წარსულში მეუღლე, რომელთანაც ცუდმა გამოცდილებამ მასზე იმხელად დიდი კვალი დატოვა, ჩემო ძვირფასებო, და იმდენად დიდი შიშები, ეჭვები, ურთიერთობის მიმართ ტოქსიკური დამოკიდებულებები ჩამოუყალიბა ამ ურთიერთობამ, წინა ურთიერთობამ, რომ მან ვერ მოახერხა ვერცეთ სხვა ურთიერთობაში ყოფილიყო
ჯამრთელად, აი ჯამრთელად ყოფილიყო ურთიერთობაში ტოქსიკურობის გარეშე. ანუ თვითონვე ქმნიდა ტოქსიკურ გარემოს, იცით რა მხრივ, რომ თავისი შიშებით, თავისი ჩამოუყალიბებლობით, თავისი ტკივილებით ყველა ურთიერთობაში შედიოდა აი ამ სცენარებით. და ამიტომ მისი ურთიერთობები ყოველთვის იყო რაღაც ძალიან მოკლევადიანი რა, არ გრძელდებოდა ეს ურთიერთობები დიდხანს, შემოძვირფასებო. ამიტომ უნდა იცოდეთ ეს, რომ ამ ადამიანს ეს წარსული ჭრილობები მოშუშებული არ აქვს და ის მზად არ იყო ურთიერთობაში შემოსასვლელად იმ დოზით, რა დოზითაც თქვენ გეგონათ, რომ ამ ურთიერთობას განვითარების საშუალება ჰქონდა, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ძველი ჭრილობების განკურნებას ამ ურთიერთობაში ვერ მოახერხებდა, მან ძალიან კარგად მიხვდა და გაანალიზა, რომ ამის გაკეთება სხვა ურთიერთობაში შეუძლებელია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს ურთიერთობა დაესრულებინა, თქვენგან წასულიყო, ჩემო ძვირფასებო, რადგან ფიქრობდა, რომ ასე უფრო უკეთესი იქნებოდა ორივესთვის, ორივე თქვენგანისთვის და ასე ბევრად უფრო გათავისუფლდებოდა იმ წარსული ტკივილებისგან, ჭრილობებისგან, რაც ძველ ურთიერთობაში მან მიიღო. ჩემო ძვირფასებო, მას გონია, რომ ამ ყველაფრით, ამ გადაწყვეტილებით თქვენც რაღაც დოზით დაგიცვათ მისგან, მისი ტოქსიკურობისგან, მისი წარსული ტკივილებისგან, რომ თქვენ გაწვებოდათ ეს ყველაფერი და მან იფიქრა, რომ ამ დასასრულით ორივე იპოვიდით შვებას და განთავისუფლებას. ეს არის ჩემო ძვირფასებო, რაც უნდა იცოდეთ თქვენ ამ ადამიანზე დღეს. ვისაც სიტუაცია გეცნოთ, ჩემო ძვირფასებო, უფრო სიღრმისეულად რომ გავარჩიოთ, ამისათვის უნდა დამიკავშირდეთ ჩემს საკონტაქტო ნომერზე, ჩემო ძვირფასებო, რომელსაც მიუთითებ პოსტის აღწერაში და ყველა კითხვაზე უფრო მეტად სიღრმისეულად გავარჩევთ ამ თემას, ვისაც დაგაინტერესდათ, რისთვის დასრულდა თქვენი ურთიერთობა, რა იყო ამ ურთიერთობის დასრულების მთავარი გამომწვევი მიზეზი და ზოგჯერ აი ჩვენ გგონია რომ პაუზაში ვართ, მაგრამ სინამდვილეში არის ურთიერთობის დასასრული და ამას ვერ ვიაზრებთ. ჩემო ძვირფასებო, ამისათვის საჭიროა პირადი ინდივიდუალური გაშლა, რომ მივხვდეთ ჩვენ და გავიგოთ რეალურად ღირს ამ ადამიანზე ლოდინი თუ ყველაფერი დასრულდა და ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ. ამისათვის რა თქმა უნდა, მე თქვენ გელოდებით პირად ინდივიდუალურ კონსულტაციებზე, ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ ჩემთან დაკავშირების შემთხვევაში. მადლობა რომ მისმენდით.